დემოკრატიის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. მხოლოდ მაღალი მართლშეგნების მოქალაქე შეიძლება იყოს გარანტი დემოკრატიული პროცესების ურღვევობისა, რომელიც მოქალაქისადმი მინიჭებული თავისუფალი ნების აღსრულებაში გამოიხატება. თავისუფლება ეს არის ის ნიშანი ადამიანისა, რითაც იგი განსხვავდება დანარჩენი შესაქმისაგან და შექმნა ღმერთმა იგი ხატად და მსგავსად მისცა. თავისუფლების ფართო და მრავალმხრივი გაგების შესახებ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის ლოცვა კურთხევით 3 სექტემბერს ფოთში საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია გაიმართა თემაზე. თავისუფლების იდეა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში. ისტორიულ ქალაქ ფაზისში ოდითგანვე არსებობდა აკადემია, რომელიც უდიდეს საგანმანათლებლო კერად მიიჩნეოდა იმდროინდელ საქართველოში. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს დიდი წინაპრების მიერ დაწყებულ საგანმანათლებლო საქმიანობას. უნივერსიტეტი უკვე მეოთხედ მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას. სადაც მყოფებით მე ამას ეროვნულ სოფლის კონსული დავექვი. კონსულია ფაქტიურად ამ ქალაქში არის სამკუთხედი, სადაც ეს შენობა და სხვა ორი შენობა ადრესებული. არის სწორედ ასეთი შეკრებების ადგილი, სადაც ჩვენ ვსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან აქტუალურ თემებზე. მას შემდეგ, რაც უკვე ჩვენმა სასწავლებელმა რეორგანიზაცია განიცადა და უკვე ახალი სახელწოდებით აგრძელებს თავის ცხოვრებას, როგორც ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, ეს უკვე მეოთხე კონფერენცია აქ შესაბამისად აკადემიური პერსონალიც ფაქტიურად გაიზარდა და შეიცვალა, უფრო ამაღლა დონეც და ჩვენი პერსპექტიული გეგმებიც უფრო ახალი გაისახა. ამ სასწავლებლის აქ დაფუძნდა 1997 წელს და დღეს უკვე ამ სახით მისი არსებობა არის გარკვეული, როგორც წარსულში ვთქვით, გადაძახილი იმ ძალიან მნიშვნელოვან შორეულ წარსულთან, როდესაც ფაზის ქალაქში აკადემია ფუნქციონირებდა და ეს არ არის მითი, ეს არის რეალობა ისტორიული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამ ქალაქში გვაქვს ასე ვთქვათ საგანმანათლებლო ცენტრი ამ სასწავლებლის სახით, იმ შინაარსიდან გამომდინარე, რომელსაც იგი ატარებს, ძირითადი რა თქმა უნდა ჩვენი სპეციალობები აქ დაემატება მომავალში, მაგრამ ძირითადი მიმართულება მაინც ეს არის ღვთისმეტყველება და ფილოსოფია. შესაბამისად, ჩვენი სასწავლებლის მთავარი, ესე იგი, შინაარსი გამოხატულია ორ სიტყვაში: ცოდნა და რწმენა. დიახ, ჩვენი მცდელობა აქეთ არის მიმართული, რომ ესე იგი, როგორც წმინდა ილია მართალი გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ამბობდა, სწორედ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ, რომ სარწმუნოება გავამეცნიეროთ და მეცნიერება სარწმუნოება შევიმართოთ. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები და სასულიერო თუ საერო პირები. მათ შორის ბათუმიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუდენტებიც. ქართველ დელეგატებს შორის იყვნენ უცხოელებიც. გერმანიის კასელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორი ჰელმენტ შნაიდერი და პოლონეთის ჩენინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი არქივის დანიშნულება, როგორც მე უფე გრიგოლმა ბრძანა, არის ამავე დროს ის, რომ ჩვენ გავმართოთ საერთაშორისო ფორუმები, რათა ხელი შეუწყოთ ინტერკულტურულ დიალოგს, რათა გავიგოთ სხვადასხვა პერსპექტივები ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. სწორედ ამ მომენტის გამო იყო გათვალისწინებული უწყველთა აქ ჩამოსვლა და ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ პოლიტიკური მეცნიერებებისა და ფილოსოფიის აღიარებული სპეციალისტები. თქვენ იცით, რომ გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი, ეს გახლავთ თავისუფლების საუკეთესო თეორეტიკოსი, ალბათ
საუკეთესო თეორეტიკოსი საერთოდ თავისუფლებისა ფილოსოფიური თვალსაზრისით სწორედ ჩვენ მისი თვალსაჩინო მკვლევარი მოვიწვიეთ ფოთში და მან წაიკითხა არაჩვეულებრივი მოხსენება თავისუფლების გაგებაზე ჰეგელთან და ამავე დროს თქვენ იცით რომ თავისუფლებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტები, პოლიტიკური ხედვა თავისუფლებისა არის ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი და აქაც ჩვენ პოლიტიკური თეორიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალისტი მოვიწვიეთ, რომელმაც ესქატოლოგიურ ჭრილში მე ვიტყოდი პოლიტიკური თეოლოგიის ჭრილში წამოჭრა ეს პრობლემა და მეტად საინტერესო დისკუსიის მხედველიც ვიყავით აქ. დისკუსია ტრადიციულად საინტერესოდ წარიმართა. თავისუფლებას ამ ცნებას ზოგადად ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია გააჩნია. რა თქმა უნდა, აქ კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქრისტიანული კონცეფცია თავისუფლების შესახებ როგორი არის. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ამას ჩვენ გავიგებთ რა არის ქრისტიანული პოზიციებიდან რა არის თავისუფლება, მაშინ ჩვენ ბევრი ოფითი იქნება თუ სოციალური პოლიტიკური მომენტები, რომელიც ასევე ამ კონფერენციის თემაც იყო სოციოლოგიურ ჭრილში, ფილოსოფიურ ჭრილში თავისუფლებები, ხო? ბევრი პრობლემები უფრო გასაგები გახდება და თუ გასაგები გახდება პრობლემა ზოგადად, მაშინ ამის გადაჭრას ადვილი იქნება. ქრისტიანული კონცეფცია თავისუფლების ეხება სწორედ ჭეშმარიტების შემეცნებას, რომელიც ქრისტეა და ის ათავისუფლებს ადამიანს. თავისუფლება გახლავთ ის მახასიათებელი ადამიანისა, ის ნიშანი ადამიანისა, რითიც ის განსხვავდება დანარჩენი შესაქმნისგან. მაგალითად, თავისუფლება არ გააჩნიათ ცხოველებს. ადამიანი სწორედ ამ თავისუფლებით არის ღირსეული და უფრო ღირებული ქმნილება დანარჩენი სამყაროსგან, ხომ? ადამიანს შეუძლია თავისუფლების გამოყენებით თავთაყირად დააყენოს აბსოლუტურად ყველაფერი. ადამიანს შეუძლია ეს თავისი ნება, ბუნებითი ნებელობა წარმართოს ან დადებითი მიმართულებით, პოზიტიური მიმართულებით, ან ნეგატიური მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მასია დამოკიდებული თუ როგორ წავა თვითონ ადამიანის განვითარება და წინსვლა, ღმერთისკენ თუ მის საწინააღმდეგოდ და აქედან გამომდინარე მთელი სამყაროს მსვლელობაც, იმიტომ რომ სწორედ ადამიანის განხტობაზეა დამოკიდებული მთელი სამყაროს განხტობა. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არის მნიშვნელოვანი მომენტი, მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ადამიანი აბსოლუტურ თავისუფლებას არ ფლობს. აბსოლუტური თავისუფლების მფლობელი მხოლოდ შემოქმედი ღმერთია და ამიტომაც ადამიანი მას უნდა მიემსგავსოს ამ თავისუფლებაში. მისი ბუნებითი ნებელობა უნდა მიყვეს ღმერთის ბუნებით ნებელობას და ეს არის სწორედ ადამიანის აბსოლუტური ჭეშმარიტი თავისუფლება. თავისუფლებას რისთვის უნდა ადამიანს? იმისთვის უნდა რომ იყოს ბედნიერი. ანუ ბედნიერების წინაპირობა არის თავისუფლება. მრავალი ასპექტი არსებობს თავისუფლების, მაგრამ ერთი გამაერთიანებელი მაინც რა არის ძირითადი ამისი ღერძი, რომ ჭეშმარიტებამ უნდა გაგათავისუფლოს შენ, სახარების ეულიას მთავარი გზავნილი, ჩვენთვის ეს არის შეიცამა ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ და აი ეს არ არის სადღაც, ეს არის პირველ რიგში შენში. აი ეს თუნდაც თავისუფლებაზე რომ ვსაუბრობ, ეროვნულ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფოებრივი და კიდე სხვა სახის თავისუფლებები, ეს მაინც შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ ამას წინაპირობა არ აქვს ადამიანში, მის ცნობიერში თუ არ არის ეს კარგად გააზრებული, თავისთავად ცხადია, აი ეს თავისუფლებები უკვე აბსოლუტურად შეიძლება საპირისპირო შედეგის მომტანი იყოს და უბედურობის მომტანიც კი იყოს. ხოლო აი ამ კონტექსტში წმენა და ცოდნა ერთად სწორად გააზრებული და ერთად შეჯერებული შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ როგორც წინაპირობა ბედნიერებისა და ეს სინთეზი ქმნის უკვე ჰარმონიას სამყაროს შემოქმნასა და მის ქმნილებას შორის. სხვადასხვა დროს შეიცვლებოდა გამოწვევები და ფორმები თავისუფლებისადმი. მსოფლიოს მრავალი ომები თუ რევოლუციები ახსოვს, რომლის მიზანი ხან ქვეყნის გათავისუფლება, ხან საზღვრების განმტკიცება, ხან კიდევ დაპყრობა გახლდათ. ასეთ ქარცეცხლში არაერთხელ გახვეულა საქართველოც. ხან ვერაგიმტრის, ხანაც ტკბილსატყუარას წამოგებული ქართველიერი ბევრჯერ კარგავდა და სიცოცხლის ფასად კვლავ იბრუნებდა წართმეულს. შეიცვალა ეპოქა. დღეს სხვა დროებაა და თავისუფლებასაც სხვა გამოწვევები დაუპირისპირდა. მათ შორის ტექნოლოგიურიც. თავისუფლების ეპოქაში
როცა ყველაზე მეტია თავისუფლება გარეგნული გაგებით რომ ამბობ, მაშინ გაცილებით უფრო მეტი გახდა გარეგნული ცვლილებებიც. სოციალური ქსელებისადმი მიჯაჭვულობა ეს მართლა პრობლემაა. ანუ არა მარტო სოციალური ქსელებისადმი, საერთოდ ინტერნეტი, კომპიუტერი ეს არის ბევრად უფრო დახვეწილი და რთული ფორმა მიჯაჭვულობის, ვიდრე წინათ ტექნიკისადმი მიჯაჭვულობა იყო, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური გახდა, დღითიდღე ვითარდება ეს ინფორმაციის ტექნოლოგიები ზოგადად, მაგრამ აქედან იმ დასკვნას თუ გავაკეთებთ, რომ ეს ცუდია ეს ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები არ გვინდა, ეს არ ექნებოდა სწორი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადამიანი არ გახდეს მიჯაჭვული. ყველაფერი რაც კი ხდება, ეს ადამიანისთვის ხდება. ამისგან გამოსავალი ის არ არის, რომ მოვიშოროთ ეს სოციალური ქსელები, არამედ ის, რომ გავაძლიეროთ სხვა მხარე ახალგაზრდები, გაცილებით მეტი იმპულსია, მეტი ძალისხმევა საჭირო განათლებისთვის, საერთოდ ამის გაცნობიერება, ამაზე მსჯელობა, ტელევიზიით, პრესით, ყველანაირად უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას კი არა, როგორ ვებრძოლოთ ქსელებს, არამედ ალტერნატივებიც რო არსებობს და ნაძალადევი არაფერი არ გამოდის, ძალით რო აუკრძალოთ ახალგაზრდას ის მაინც გააკეთებს ამას, მაგრამ თუ ჩვენ მასში რაღაც სხვას ჩავდებთ, რომელიც მის პიროვნებას მოამწიფებს და მისი გადაწყვეტილებები უფრო სრულყოფილი იქნება, მაშინ მეტი შანსია, რომ ეს მიჯაჭვულობა არ იყოს. რამისადმი მიჯაჭვულობა ცუდად მოქმედებს როგორც ადამიანის სულზე, ასევე მის ფსიქიკაზე. პიროვნება კარგავს რეალობის ჯანსაღ აღქმას და პიროვნულ ინდივიდუალურობას, ანუ ღვთისგან მინიჭებულ ერთადერთობას. უკვე ტელევიზორიც კი, რომელიც უფრო მსუბუქი ფორმაა ვიდრე ინტერნეტი და Facebook-ი და ასე შემდეგ, ოჯახის ისეთი წევრი ხდება, რომელიც რაღაცა მიაქვს ოჯახიდან. პრაქტიკულად ოჯახური სიტყვა, ურთიერთობა, კომუნიკაცია, ყველა ტელევიზორი აერთიანებს ყველას და ერთმანეთში არ ურთიერთობენ ისე, როგორც უნდა იყოს ეს ჯანსაღი ფორმით. სერიალების მოქმედება ტელევიზიაში ის არის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვმეტყველებთ უკვე იმ სერიალების ენით, იუმორიც კი აი შოუები რო არის, რაღაც 1000 იუმორისტული ისინი რო არის, ესეც გადაღებულია ყველაფერი, ზოგი ნიჭიერულად არის გაკეთებული, ზოგი არც ისე, მაგრამ ჩვენი იუმორიც ისეთივე ხდება. ცინიზმი შემოდის, სხვანაირი რაღაც, ანუ ჩვენი ორიგინალური იუმორი კი აღარა გვაქვს უკვე, არამედ ვერც ვამჩნევთ იმას, რომ ზუსტად ისევ მეტყველებთ, ისევ ექცევით ერთმანეთს, როგორც ფილმებში. ანუ ამას დიდი გავლენა აქვს. მარტო სოციალური ქსელი კი არა, ნებისმიერი გაუცნობიერებელი და შინაგანი პასიურობით გამოწვეული ზეგავლენა გარედან ჩვენს თავისუფლებას ზღუდავს და მაინც ვიმეორებ. ეს არ უნდა იყოს ტელევიზიის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, აქცია, ან Facebook-ის, ან ინტერნეტის. ყველაფერი არის ადამიანისთვის, უკვე ამას ჩვენ სწორად გამოვიყენებთ. ტექნიკის მიმართ ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება, რომ ის უნდა იყოს შენ სამსახურში და არა შენ უნდა იყო მისი მონა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ ადამიანის თავისუფალი ნებელობა ყოველთვის უნდა იყოს მიმართული ღმერთის ნებელობასთან. მხოლოდ ამ შემთხვევით შეძლებს, ამ მდგომარეობაში შეძლებს ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლების მოპოვებას, რაც არის ფაქტობრივად მისი მადლისმიერი ღმერთობა, ანუ მისი განხრთობა, მადლისმიერი ღმერთად განხრთობა, რაც არის საბოლოო მიზანი ადამიანის. თავისთავად ხარდა ყველა სფეროში ადამიანის მოღვაწეობისა თავისუფლება უნდა იქნეს დაცული, ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაწყვიტოს ის, რაც მათ სურს, მაგრამ აუცილებლად სათნოებებში, ღვთისმცნებების დაცვაში და აი ამ საღვთო-ნებელობასთან დაქვემდებარებულობაში. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მეუფე გრიგოლის დიდი ძალისხმევითა და ლოცვა-კურთხევით მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა თემებზე კონფერენციების ჩატარებას და კიდევ ბევრ აქტუალურ, სასარგებლო და საინტერესო თემების განხილვისა და დისკუსიის მონაწილეს გახდეს.